იცი რა, შედეგი არის ძალიან კატასტროფული. მარტისთვის შედეგი ამბობს, რომ ყველა სასურსათო ინფლაცია ამ ქვეყანაში იყო 7% ნახევარი. საქართველოს საწვავის ფასი გაიზარდა სადღაც ლარით. 30%-ით გაიზარდა დენის გადასახადი, იმ დენის გადასახადი, რომელიც მათ საარჩევნო კამპანიის გახსოვს კარგად ძალს, საარჩევნო კამპანიის მთავარი მესიჯი იყო 2012 წელს, იმას გაანახევრებდა. ის ორჯერ არის გაზრდილი და ახლა კიდე 30%-ით გაიზარდა. საწვავის ფასი გაზრდილია, აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე ფასი გაზრდილია. აპრილის ბოლოს მე მარტივად შემიძლია პროგნოზირება იქიდან გამომდინარე რა ხდება საერთაშორისო თვალსაზრისით საწვავის ბაზარზე, ის გამოწვევები, რომელიც აი ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არის ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, ამის შედეგი შემიძლია გავუჭრიდო აპრილის ბოლოს აბსოლუტურად ყველაფრის ფასი გაიზრდება. რატო? იმიტომ რომ ტრანსპორტირება ჭირდება აბსოლუტურად ყველა სერვისს, აბსოლუტურად ყველა პროდუქტს, საწვავი არის ის მგენელი, რომელიც ყველაფრის ფასს აძვირებს და ამას ემატება ის, რომ ელექტროენერგიის ფასი გაზრდეს 30%-ით. აი ეს კომბინაცია გარანტირებულად აპრილის ბოლოს გამოიწვევს იმ პროდუქტებზეც და იმ სერვისებზეც ფასის ზრდას, რომელიც ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეხლა რასაც ებრძვიან ძირითადად ამ კომისიაზე კვერცხი იყო რატომღაცა ეს რაღაც ფუნდამენტური კვერცხი სიმბოლო გახდა. ხო, სიმბოლო გახდა კვერცხი ამ ამბის, აი ეს რაღაცა მართლა რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, არ მინდა რაღაცა დიდარი ადამიანისადმი რაღაცა ის დათესო, ხო, აგრესია, მაგრამ აქ ხო ამაზე არ არის ლაპარაკი. აქ არიან ადამიანები 7 კაცის ისეთი, რომელიც უკანასკნელ 15 წლის მანძილზე სასურსათო მაღაზიაში იყო, ცხოვრებაში არასდროს არ არის ნამყოფი. ეს ბერეკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ არც გაზეთის ფასი არ იცოდა. სანამ ეს კომისია დაიწყებოდა, არც რძის, არც პურის, რითიც საზრდოობს ეს საზოგადოება, არაფრის ფასი არ ეწოდინებოდა, იმიტომ რომ ეს კაცი მილიონს ხარჯავს მარტო იმაში, რომ ზედ ჩაიცვას რაღაცა ერთ წელიწადში მილიონს ხარჯავს. შესაბამისად, სხვა კატეგორიაში თამაშობს. ამ კაცს მე ხა რას უნდა დააკლოს ფასი, როდესაც შეხედე ვაზნისენსკი იყო ყველა მიცის ისტორიიდან სტალინის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც აი ეს დაგეგმარებით ეკონომიკა შექმნა და ფასების რეგულირების სისტემა გოსკომცენი მოიგონა. ის კაცი იყო პროფესორი, ძალიან ესეთი ძლიერი მეცნიერი და იმის შექმნილმა სისტემამ დაანგრია საბჭოთა კავშირი დაინგრა ფასების რეგულირების საკითხზე მათ შორის, ხო? ბევრ სხვა მდგენელთან ერთად. და ეს ხალხი, რომელსაც მართლა ამბანის ყველა აზრს ცნობა არ შეუძლია, როგორ მოახერხებს სტალინის ეპოქის მოდელით რაიმის შეცვლას, ეს ახლა სასაცილოდ არავის არ ყოფნის. რეალობა არის მარტივი, კიდევ ერთხელ ვამბობ. კვერცხიდან რო დავიწყო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოცებისთვის. კვერცხზე პირდაპირ თქვა მეფრინველების ასოციაციამ, ის კაცი გამოვიდა და თქვა, რომ რა ვერაფერს ვერ ვიზამთ, დენი გაძვირდა, საწვავი გაძვირდა და კვერცხის ფასის გაძვირდებაო, ისე მარტში უკვე გაძვირებულია 5%. ანუ ჩვენ მივიღეთ რა სინამდვილეში, რაც ყოველთვის მიიღებ, როდესაც ეხები რეალურ პრობლემას და ამ რეალურ პრობლემას გინდა უპასუხო ტოტალური ფარსით, აი ამ რაღაცა მართლა საზიზღარი მოდელით პროპაგანდის, რომელიც მათ შეიმუშავეს. ამით შეიძლება ადამიანები მოატყუა, როცა რაღაცა გლობალური ომის პარტიაზე. მაგრამ იმაზე, როგორ შეიძლება ამით ადამიანები მოატყუა, რასაც ყოველ დღე დილას, საღამოს ადამიანი შედის მაღაზიაში, ყიდულობს ხედავს. შეიძლება ეხლა ქართულ მოსწრებამ ფარა დაიფაროს ირანის კრიზისი და ყველაფერი ისრები გადაიტანოს იქით, რომ აი რა ვქნათ, საწვავის კრიზისია, ყველაფერი იზრდება, ამიტომ ვერაფერს ვერ შვებით ჩვენ. და ირანი იყოს მათთვის მაშველი რგოლი, ასე ვთქვათ, ეს კრიზისი. რა თქმა უნდა, მაგას იზამს. ზალ და უკვე დაიწყეს იქ რამოდენიმე უცნობი დეპუტატი დღეს უკვე ამბობდა, რომ ფასების კომისია არაფრის კავშირში არ არისო და აგაშენა ღმერთმა, არ ვიცი რა ქვია, ეს გუბერნატორი იყო ეს კაცი მანამდე იმერეთის შალამბერიძე მე მგონი. აგაშენა ღმერთმა ამას ვამბობდით დასაწყისში, რომ ჩვენი ეკონომიკის მასშტაბის ქვეყანა ქვეყანა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე დამოკიდებული არის იმპორტზე. აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე. ამ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტი არ არის, რომელიც იმპორტით არ შემოდის და მათ შორის ძალიან ბევრი პროდუქტია, რომელიც 100%-ით ფაქტურად იმპორტზეა დამოკიდებული. ასეთ ქვეყანაში, რომელიც გლობალურ ბაზარზე ხარ დამოკიდებული და გლობალური ბაზრის ცვლილებებზე, მათ შორის იმაზე მეზობელ ქვეყნებში რა მოხდება, ხო? იმიტომ რომ ბადრიჯანი, ნიორი, ხახვი შემოგვაქვს ირანიდან, თურქეთიდან, პამიდორი ასე შემდეგ. იქ რა მოხდება, რა მოვა ეკონომიკას, პირდაპირ გავლენა. ამიტომ ვამბობდით დასაწყისშივე, რომ სრული ბოდიშით ამ გაუქმის იდიოტიზმი ამის გაკეთება. ანუ აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილი ის, რომ წილოსანი, ბერეკაშვილი და კიდევ ვიღაც გაურკვეველი ხალხი დაждდებიან სერიოზული სახეებით, რაც მთავარია და დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, კვერცხი როდის უნდა დადოს ქათამა. რომ ეს ფასებს არ უშველის რეალურ ეკონომიკაში, გლობალურ ეკონომიკაში, რა ვიცი ხა, ამას ვეუბნებოდით პირველივე დღიდან. მაგრამ ეხა ხო, მათ გონიათ, რომ ყველაფერი შეიძლება რომ აჭამონ ბოდიშით ამ გამოთქმისთვის ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ხალხი ხო ხედავს ამათ გამალებულ
რაღაცა ისტერიულ პროპაგანდას რამოდენიმე თვის წინ რომელიც თქვა რომ აი ხა ჩვენ ყველაფერს დავრეგულირებთ და ხალხი ხედავს შედეგს. ხალხმა ხო ნახა წინა კვირას ზალ აი ამ დროს წინა სამშაბათს 4 შაბათს როდესაც ხალხი გავიდა საკიდლებზე იმის რომ აღდგომის სუფრა ცარიელი არ ქონია. ხო ყველამ დაინახა. აი რომ შეიძლება ყოველდღიურობაში ვინც ვერ ამჩნევდეს. აბსოლუტურად ყველაფრის ფასი გაძლიერებულია. გამორიცხავთ რომ აპრილის ბოლოს ისევ ბიზნესზე გახორციელდეს წნეხი. უნდა მეთქვა. იმიტომ რომ ფაქტია რომ კიდევ დაუბრუნდებით ჩემს პირველ კითხვას, რაღაცა უნდა დადოს ამ კომისიამ. ესე უბრალოდ ხო ვერ იწყვიან ბოდიში ვერაფერზე გავაკეთე და დავიშალეთე. უნდა თქვან რომ აი ამის და ამის გამო არის ფასები მაღალი. და ხო არ წავა მთელი წნეხი ისევ ბიზნესზე რომ მათ დაწიონ ფასები, იმიტომ რომ გადასახადების შემცირებას არ გეგმავენ. არც აქციზის გაუქმებას გეგმავენ. სადღაც უნდა ნახონ გამოსავალი და ეს გამოსავალი ბიზნესია ისევ. რა თქმა უნდა ეგ იქნება ბოლო წერტილი, მაგითკენ მივდიოდი, ანუ შეხედე განჭვრეტადი დღეს, აი ნორმალური ადამიანების განჭვრეტადი არის, რომ საწვავის და დენის ფასის ზრდა ამ თვის დასაწყისში, ამ თვის ბოლოს უნდა გამოიწვიოს სხვა პროდუქტებზე ფასის ზრდა ამ თვის ბოლოს და შემდეგი თვის ბოლოს, მაისის ბოლოს გამოიწვიოს ყველა სერვისზე და პროდუქტზე ფასის ზრდა. ეს განჭვრეტადია. მაგრამ ეხლა სხვა რა უნდა მოხდეს გარდა იმისა, რომ დინარაძის სუსი, როგორც დაიწყო მთელი ეს პროცესი, ისევ შევა კომპანიებში, სადისტრიბუციოებში და აუც რაღაცა წნეხით ადამიანების დაშინებით, შეშინებით, არ ვიცი, უამრავი მეთოდით, არა ეკონომიკური და არა ნორმალური, ამ მეთოდებით შეეცადონ რომ ბიზნესს რაღაცა წნეხი გააჩინონ და დროებით ეს ეფექტი, მაგრამ ფაქტიურად შეუძლებელია რომ რაიმე დიდმასშტაბიანი ან გრძელვადიანი შეკავება მოხდეს ამით. ანუ ხო ხვდებით, ესენი არიან ხალხი აქვე ვიტყვი, აი რომ ნახოთ არაკომპეტენტურობის და კორუფციაში გასვლის მასშტაბი რა შედეგამდე მიგვიყვანს ამ საკითხშიც, ხო? ესენი არიან ხალხი ზაალ, რომელსაც 60 მილიარდი აქვს ჩასხმული სოფლის მეურნეობაში. სოფლის მეურნეობაში საქართველოს 60 მილიარდი ლარი აქვს ჩასხმული. ამ პერიოდში 10 წლის პერიოდში, ამ 10 წლის მანძილზე არც სოფლის მეურნეობის პროდუქტულობა არ გაზრდილა ამ ქვეყანაში. არც რომელიმე პროდუქტზე ფასი არ დაკლებულა, იმიტომ რომ ადგილობრივი წარმოებისაა და არც ერთი მდგენელი, არც ერთი პუნქტი იმპორტის ამ ქვეყანაში არ გაუქმებულა პირიქით დაემატა. ანუ სრული კრახი განიცადა მათმა დაფინანსებამ ქართული სოფლის მეურნეობის. სხვადასხვა პროგრამებით, რომელიც ძირითადად კორუფციაში წავიდა. ამიტომ ამ ხალხისგან ელოდო, რომ რაღაცა შედეგს დადებს ეხლა და ფასებს შეცვლის, როდესაც აი ყველაფერი ხელის გულზე არის, აბსურდია და თან განჭვრეტადიც კი არ არის ის რა მოხდება უახლოეს მომავალში, მაგალითად ირანში, ანუ ეს სავაჭრო გზები იქნება ისევ დახშული იქნება თუ არა, აი ამ შემთხვევაში ცალსახად ერთადერთი გზა რჩება ბიზნესზე წნეხის, მაგრამ აქ მინდა უთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ განსხვავება დაინახოს. რა გააიაფებდა მართლა პროდუქტს, ხო? ეს ვერ გააიაფებს, ეს რაღაცა გაურკვეველი ხალხი, რომელიც ტუქსავს ბიზნესმენებს და მე იქიდან გამოდის და ლაპარაკობს რაღაც ფარმაცევტული ქარხანა უნდა ააშენოს. სახელმწიფო ბანკი არ გამოვიდა და ეხლა ქარხანა უნდა ააშენოს. ეს ხალხი, აი ეს ადამიანები ამას ვერ შეცვლის. მაგრამ ამ ვითარებას შეცვლიდა მაგალითად ის, რომ საქართველოში იყოს დღეს ანაკლიის პორტი. საქართველოში იყოს ის მაღალი გამტარობის უმნიშვნელოვანესი კარიბჭე, რომელიც შუადერეფანს შექმნიდა და დღეს შუადერეფანი არის ყველა მხრიდან აუცილებელი, ხო? ჩრდილოეთით არის უკრაინაზე რუსეთის აგრესია, სამხრეთში ხდება ის, რაც ხდება ირანში და შუადერეფანი მოქმედი, ძლიერი დღეს სავაჭრო გამტარი უნდა იყოს და ეს შეცვლიდა კი ვითარებას, როგორც ფასების, ისე შემოსავლის ამ ქვეყანაში და ეს და აბსოლუტურად ყველა ოჯახს. მაგრამ ეს შესაძლებლობა დაგვაკარგინა ივანიშვილის რუსეთზე, მოსკოვზე ჩამოკიდებულმა საგარეო პოლიტიკამ და მივიღეთ აი ამის მაგივრად, მივიღეთ ვიღაცა იმის რა ქვია, ცხვირსახოც ჩაფენილი მილიონერი, რომელიც ამბობს, რომ პატივისცემით მოვეკიდოთ მის შრომას და აქედან მინდა უთხრა ამ ბერეკაშვილს, რა პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ შრომას ადამიანების, რომლებიც სერიოზულად კვირეების მანძილზე კვერცხი როდის უნდა დადოს ქათამა, იმას განიხილავდა და სერიოზული სახით იჯდა. ამ რა პატივი უნდა ვთქვათ ამ ხალხს? მე განათლებით ეკონომისტი არა ვარ, მაგრამ ყურადღებით უსმენ ეკონომისტებს და მათ შეფასებებს და შემიძლია გარკვეული დასკვნები გამოვიტანო. ასევე ძალიან ყურადღებით უსმენდი მე იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც დაბარებული ყავდათ კომისიაზე და მათ ესაუბრებოდნენ. არ მგონია რომ ბიზნესი ესე მარტივად დათანხმდეს იმ წნეხს, რომელიც შესაძლოა მათზე განხორციელდეს. ყოველთვის ამის ნიშნები ჩანდა ამ კომისიის ხდომაზე. მეორე საკითხია ის ბერკეტი, რომელიც თავად სახელმწიფოს გააჩნია, ანუ ფასების კორექტირებისთვის. ეს ბერკეტი მათ ხელში არის და ბიზნესიდან მე ყველაზე ხშირად სწორედ ეს მესმოდა, რომ ჩვენგან კი ნუ ითხოვთ ფასების დაწევას, გადასახადებში დაგვეხმარეთ. და ფასები ავტომატურად დაიწევს. რატომ არ მიდის ამ მიმართულებით ქართული ოცნება, როდესაც შეუძლია რომ გადასახადებით დაწევით რაღაც ტვირთი შეამსუბუქოს. კი ბატონო, ძალიან სწორი შენიშვნა და მნიშვნელოვანი კითხვა არის.
ცალსახად შეუძლია დღეს იმოქმედოს ფასებზე ქართულ ოცნებას იმ ბერკეტებით, რომელიც აბსოლუტურად ლეგალურად, აბსოლუტურად ესეთი ლოგიკის ფარგლებში არის მის ხელში. მაგალითად, როდესაც არის საწვავის კრიზისი, აი ეხა მოიქცეს ისე, როგორც მოიქცა უნგრეთის ხელისუფლება, პოლონეთის ხელისუფლება, სამხრეთ კორეის ხელისუფლება, ჩეხეთის ხელისუფლება, უმრავლესობა ქვეყნების, რომელშიც ავსტრალიის ხელისუფლება, ახალი ზელანდიის, სადაც ყველგან საწვავის ფასი გაიზარდა, ამ ქვეყნების უმრავლესობა მიმართა ორიდან ერთ-ერთ ხერხს. ან დროებით ზედაზღვარი დაუწესა ფასებს და მოსახლეობაზე ეს არ გადაიტანა, ან აქციზი, ან გაუქმა, ან შეამცირა დროებით. არის ისეთ ქვეყნები, როგორც არის მაგალითად ინდოეთი, რომელიც სახელმწიფო კომპანიებს პირდაპირ უთხრა, რომ ფასს ვერ გაზდიდნენ ამ ნიშნული ზევით. ანუ ყველამ რაღაცა გამოსავალი იპოვა, იმიტომ რომ ყველა ხედავს ამ კრიზისის გავლენას. ყველა ხედავს ამ კრიზისის განგრძობადობასაც. ანუ ის რომ შეიძლება ხვალ ხელი მოეწეროს რაღაც შეთანხმებას ირანში, შეერთებული შტატების ადმინისტრაციასა და ირანს შორის, ეს ეკონომიკაზე მყისერად არ აისახება, ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამას კუდის მოქნევის ეფექტი რაც აი ამ კონფლიქტს ჰქონდა, საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდება და ამას აუცილებლად ჭირდება ჩარევა. აი ეს ბერკეტები აქვს სახელმწიფოს. დღესვე შეუძლია 2017 წელს რომ გააორმა აქციზის გადასახადი და მაშინ ამით საწვავის ფასი რო გაზარდა, დღეს ეს ვითარება რო არის და საქართველოს მოქალაქეების ჯიბეს ამ ხელა წნეხი დააწვება უკვე ხო რაღაცა 30 თეთრიდან ლარამდე სხვა კატეგორიის ბენზინი აი ამ მასშტაბში არის გაზრდილი. აი ამისთვის შეუძლია რომ გააუქმოს აქციზის გადასახადი დროებითი ეფექტის. აქციზის გადასახადთან ერთად ბიზნესმენები ასევე საუბრობდნენ რომ აი კონკრეტულ პროდუქტებზე, მაგალითად რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტი არის, ეს ბურღულული იქნება, მაკარონი იქნება, თუ რაღაცა იქაც რო შემცირდეს გადასახადი ან DGG მოიხსნას სიტყვაზე, ხომ? ეს უკვე შეღავა იმის საშუალებას მისცემს რომ 20%-ით მინიმუმ გაიავა პროდუქტი. კი ბატონო, ცურავი DGG ერთწოდებული ანუ DGG მაგალითად ხორცს პროდუქტებზე, ისე როგორც არის საფრანგეთში, დანარჩენ ყველაფერზე არის 18%, ხორცს პროდუქტებზე არის 5% ფარგლი. ანუ რეალურად ბერკეტები იტალიაში სახელმწიფოს ხელშია. თქმა უნდა, შეხედეთ, ზალ, ცოცხალ ეკონომიკაში ამას ნამდვილად არ ჭირდება არავის ჩვენ მაყურებლის ეკონომისტობა, ცოცხალ პროცესში, გლობალურ ეკონომიკურ ჯაჭვში, როდესაც ჩვენი ქვეყანა არ არის იზოლირებული ჩრდილოეთ კორეასავით, არა რაღაცა ილუზიებში, როგორც იყო საბჭოთა კავშირი დაგეგმარებულ ეკონომიკაში იწყოს, ანუ ნორმალური ცივილიზებული ქვეყანა და არის საერთაშორისო ჯაჭვში, თან არ არის ინდუსტრიული ქვეყანა, ხო? ჩვენ არა ვართ ინდუსტრიული სახელმწიფო. ჩვენ არ ვაწარმოებთ რაღაცაებს, ბევრ რამეს არ თითქმის არაფერს არ ვაწარმოებთ სამწუხაროდ. ასეთ ვითარებაში, ხო? სახელმწიფოს ერთადერთი ბერკეტი აქვს, არა რაღაცა იმის გაცოცხლება, რა გოსცენკომის, არამედ გადასახადებით ლავირება, დროებით რაღაცა გადასახადების შემცირება, გაუქმება, უკან დაბრუნება გარკვეული ბენეფიტების, ანუ ბიზნესთან რეალურად მუშაობა. არა შევარდნა იქ ვიღაცა შავიმიანი, მანქანებიანი ტიპების და შეშინება და თითის ქნევა, რომ ეხა ყოფას გიტირებთ, თუ ფასებს არ დაუწევთ და მე წილოსანი, რომელსაც მართლა ამბანის ყველა ასოს ვერცნობს, რაღაც თითის ქნევით ტუქსავს ფარმაცევტული კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს, აი ეს მასკარადი, სამარცხვინო მართლა ქვეყანაში, რომელშიც 800,000 პენსიონერი არის და ითვლება, რომ ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე დაბალი პენსია გვაქვს, რომელიც 20%-ს ფარავს ზალ შემოსწრების, რა ქვია, დანახარჯების ამ ქვეყანაში. აი იმას არ აკეთებდა, რაც გასაკეთებელი აქვს და სერიოზულად ლაპარაკობდა. და რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერების შემოსავლის 20%-ს ფარავს მარტო პენსია. დღეს სხვა თემაა, მაგრამ უცბად კითხოთ ამ თემაზეც. დღეს გავიგეთ, რომ ხვალიდან უკვე აბასთუმნის ცა იკეტება, მთლიანად იხურება ოფიციალური ინფორმაციით ეს ვითომ ჭირდება ობსერვატორიას, რომ დაკვირვებისას ხელი არ შეეშალოთ ვარსკვლავებზე, მაგრამ ნაკლებად დამაჯერებელია ეს ინფორმაცია, რეალურად ვის ჭირდება და რაში ჭირდება, ალბათ რთული გამოსაცნობი არ არის. თან როგორც ირკვევა არეალი, ანუ ამ აკრძალვის თბილისზე დიდია, ანუ აბასთუმანში გადაწყვიტეს, რომ 4 თბილისის ხელა გეოგრაფიული ტერიტორია ჩაკეტონ, სადაც გადის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ტრასები, სადაც თვითმფრინავები დაფრინავენ. ეს რა არის, რასთან გვაქვს საქმე თაზა? აქ მგონია რომ გვაქვს ძალიან ისეთ კლასიკურ ამბავთან საქმე, ჩეუშესკუ, ვინც არის ახალგაზრდა თაობამ რუმინეთს ყავდა ასეთი საბჭოთა დიქტატორი, კომუნისტი დიქტატორი, რომელიც ნახევარი ბუქარესტის ცენტრი მიწასთან გაასწორა, რომ იქ აეშენებინა გიგანტური პარლამენტის სასახლე. ნუ აი ეს კატასტროფა, აი ფანტასტიკის ჟანრი იყო, რომ დიქტატორი, ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ეს კაცი მთელი ცხოვრება ესე მართავდა, სამარ დახვრიტეს მის მეუღლესთან ერთად და პარლამენტს აუშენა გიგანტური შენობა, ხო რა სჭირდებოდა პარლამენტი. აი ამ დონის სიგიჟეში ვართ და ეს უნდა გვესმოდეს. ეს არის გარდაუვალი. ავტოკრატიაში, როდესაც აი ეს დახირებულ ბერიკატს, რომელსაც თავის შიშები აქვს, თავისი უაზრო ფიქრები აქვს, რომელიც არ არის რეალობას მოწყვეტილი ადამიანი არის და რაღაცა ფობიები აქვს და რაღაცა პრობლემები აქვს,
და ერთის მხრივ ეს და მეორეს მხრივ, იმიტომ რომ შეუძლია. იმიტომ რომ ყველაფრის უფლება და ყველაფერი შეუძლია თავის სახლის გარშემო დაკეტავს ცას იმამდე galaktikis საუწვენელად ხო მაყურებელმა რო იცოდეს აბასთუმის თავზე გადის ორი საერთაშორისო ტრასა. კი, დიდი რომელთაც სარგებლობენ ათეულობით თვითმფრინავები. ეს არის სატრანზიტო თვითმფრინავები, საიდანაც საქართველოს ფულს იღებს ამ საერთაშორისო ტრასაზე. ამას ფრინავები ეძახიან ციდან ჩამოვარდნილ ფულს. ზუსტად ასე არის, არაფერში ქვეყანა იღებს ფულს, მხოლოდ იმიტომ რომ უთმობ შენ ტრასას და ამ ტრასებს პრაქტიკულად ეხლა კეტავენ და ფულზეც უარს ამბობენ, ხო? და ვინმეს რო ესმოდეს ეს რაღაცა უღელტეხილის გადაკვეთასავით, კი არა, ტრიალის ტრასაა, სწორია ყოველთვის. ანუ იქ ნიშნავს რომ როდესაც 50 კილომეტრიან რადიუსს უკეტავ და ყველა შეუძლია შეამოწმოს ის ტრასები შუაში გადის ფაქტიურად, ეგ ნიშნავს იმას, რომ იმან უნდა სხვა გზა იპოვოს და ეგ სხვა გზის პოვნა ის კი არა, რომ ამას შემოუფრენს. გარშემო სხვა გზის პოვნა ქვეყანაზე გაივლის. უბრალოდ აღარ იზამს იმას, რომ აქ აი რაღაცა და სირცხვილია, სამარცხვინო ამბავი არის. რატო რო იკითხავენ და ეხლა მე და თქვენზე გამჭვალ ცოტა ამ სამშობლოში გარკვეულ კაცს რო ეთქვენ, რომ იმიტომ რომ სანამ მოვიდოთ სხვა შორის დაურეკე ერთჩემ მეგობარს, ვინც არის ასტრონომი და ნუ სიგიჟეა ოფიციალური. არაფერი არ ჭირდება თანამედროვე ტელესკოპებს, ის რომ იქ რაღაცა ისა ცა გაუწმინდო თავზე და მეორე ილია უნისაა სხვათა შორის ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტი არის ის ობსერვატორია. ფაქტიურად აღარ უშვებს იქ არავის. არ უშვებს უბრალოდ. იქ მეცნიერული სამუშაო წესერად აღარ მიდის. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ტყუილია. რა თქმა უნდა ეს არის ბიზნეს ივანიშვილის ახირება. რატო? აი გაუჩნდება ჩვენ მაყურებელს კითხვა, იმიტომ რომ მას ეს შეუძლია და სანამ აი რაღაცები შეუძლია, იქამდე ასე გააკეთებს და სამწუხაროდ, რაც უფრო ღრმად შევალთ აი ამ ავტოკრატიულ დიქტატორულ რეჟიმში, ასეთი ოდიოზური ქმედებები და აქტები გახშირდება და იმედი მაქვს რომ ქართული ხალხის გამოფხიზლებაში ეგ თავის როლს შეასრულებს. გამოფხიზლება ჭირდება დიდ ერთ მუშტად შეკრა, ჩვენ ნახეთ უნგრეთის მაგალითი, რომ გაერთიანებას, საზოგადოების, არა რაღაცა პოლიტიკურ კონფიგურაციებს, არამედ საზოგადოების გაერთიანებას და თქმას რომ აღარ შეგვიძლია, აღარ გვინდა და აი ამ პროცესის სწორად წარმართვას შეუძლია რომ არჩევნებით შეცვალოს ხელისუფლება ისეთ რთულ საარჩევნო რეჟიმში, როგორც უნგრეთში არის. ვინმეს თუ გონია ამ ქვეყანაში სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე ლაპარაკი, რომ უნგრეთის საარჩევნო სისტემა, უნგრეთის მედია ლანდშაფტი, ის სისტემა, რომელიც ორბანმა თავის გარშემო შეიქმნა, ძალიან მძიმეა და რაღაც ასპექტებში ბევრად უფრო მძიმე ვიდრე ქართული ოცნების. გაგახსენებთ, რომ მან მოიგონა ეს რუსული კანონი პირველმა. ამიტომ ამ სისტემას საზოგადოება როდესაც დაუპირისპირდა ერთიანად და არჩევნებით დამარცხდა. ამის იმედი მაქვს და ამაში 100%-იან დარწმუნებული ვარ ჩვენ შემდგომ. მადლობა თამაზ.